გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. მამის გაგების ცერემონია. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის YouTube Live და ჩვენ ვიმყოფებით ლეკა ჭეშმარიტაშვილის ბავშვის მამის დადგენის ცერემონიის ფინალზე. შეგახსენებთ, სულ მონაწილეობდა 33 კანდიდატი და ახლა დარჩა მხოლოდ 3 ფინალისტი. და აი ამ შაბყუთში მოთავსებული დნმ-ის პასუხით ჩვენ გავიგებთ თუ ვინ არის ბავშვის მამა. მანამდე გავეცნოთ ფინალისტებს. მოგესალმებით. ეს არის გიორგი ტუღუში. მოგესალმებით. ცირა მეწარმე თბილისში. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ტუღუში, ჩემო პატარა, გამარჯობა და მე მგონია რომ მე ვარ შენი მამიკო. მადლობა. ეს კი მოძველ ბიჭო ელემენტი შავა. გისმენთ. გამარჯობა, მე ვარ შავა და იასნია, მე ვარ შენი მამასი. თუნდა განასახლა. დიდი მადლობა. და ასევე ჩვენ გვაქვს სტუდენტი პერიფერიიდან ირაკლი ილუაშვილი. კაი გამარჯობა. აქ ამშვიდობა და კაი ამბები. მე კი არ მგონია შენი მამა რო ვარ, მაგრამ ნამეტანი მე საჭიროება და მამა თუ არ ვიქნები, იმედია ნათლია კი მაინც ვიქნები. დიდი მადლობა. დაუმესიჯეთ თქვენ ჩეო. ჩეო, ახლა რა გამოდის მე რო უკვირდები. ჩვენ თუ სამივე მამობის კანდიდატი ვართ, ესე იგი ეს გოგო თვითონ სამივესთან არის ნაწოლი, ხო? და სამივესთან თუ არის ნაწოლი, ესე იგი პატიოსანი არ გამოდის, მაგი არანაირად. შენ გიკვირს ეგ ჩემო ძმაო, თორე ეგ ჩვეულებრივი მოვლენა არის. სამი არაფერი არ არის. მთავარია 300-ის პარტელიაში მოგიყვანეს აქ და არ დაგვიყენეს და სამი ჩვეულებრივი არის, მიეჩვევა. ნუ 300-იც რო იყოს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ უეჭველი ვიცი რომ მე ვარ მამა რა. აბაბაბაბა, არაფერი მე ვარ მამა, აქან ზამია, ყველა ლაპარაკობ მაგას. ანუ რა იცი შენ რო ხარ მამა, ეფთეზის, საიდან მოგაკი. აუ კაცურად რა იქნება? 1-2 წელი ვიქნები მაგ ბავშვის მამა, გადავიხდი სწავლის გადასახადს და მე თუ გინდა სულ შენი იყოს და აღზარდე რაფერაც გინდა ბიჭო. ისე რას ვაკვირდები ახლა იცით? ქალაქში ჩამოვედი პირველად ახლა მე. ჩამოვიტანე ყველი და მწვანე ლოულობა. მე თქვი ორ კაპიკსაც ვერ ვიშოვი თქო და. ანგელოზივით ცოლ-შვილი და ოჯახი არ ვიშოვი აგე რა. მე ისე პრინციპში. რა ვიცი ახლა, მაგრამ აქამდე იმაზე ვნერვიულობდი. ყველი რვალარი რო ღირდა და ახლა იმაზე უნდა ვინერვიულო, ბავშვს პამპერსი რომ უნდა უყიდო. მოგიჟდები. მოდი ჩემი ძმა მოვლენებს წინ რო გაასწრებ რა, ამას გეტყვი რა. კაცურად რა იქნება ახლა მოვლენებს წინ რო გავასწრებ კი და მალე ვქნათ ეს საგანასაშრობი თუ არა, თერჯოლის მართვა გამასწრებს მე და დავრჩები ღირა ცისქვეშ. ისე ჩემო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ რომ არა აქვს მნიშვნელობა მე რომც ვიყო ამ ბავშვის მამა. ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ეს სამი თვე არის, ერთად მოვდივართ, მისვლა აუცილებლად უნდა გქონდეს მინიმუმ. მე პირადად მაგას აუცილებლად მოვაგვარებ, რომ გვექნება ეს მისვლა იქნება, მოსვლა იქნება, ოჯახში დაბადება იქნება და ყველაფერი. აი ძალიან ბრავო, განა ბრავო, აი ძალიან ბრავო. ანუ შენ გადაწყვიტე ხო რომ მისვლა იქნება? ხო, მისვლა. შენ ჩემი ფეხები ხარ, როცა მე მოვედი აქ. თავარი არის, იცი ვინ არის? მისვლაც იქნება და რაც მე მომინდება ის იქნება, იცი რატო? იმიტომ რომ ბავშვის დედა მე ვარ. რა თქვი ასე? მოდი გავესაუბროთ სწრაფად ცოტა არ მინდა შენელებული კადრი რა. დიახ. აქტიურად ცოტა. იცით რა მაინტერესებს? აი ვინ არის თქვენი რჩეული? აი რომელს ფიქრობთ თქვენი რჩეული? ჩემი რჩეული ზოგადად არის PSG. მაგრამ თუ აი ამ სამიდან მეკითხები, ანუ გეხვეწები რა, მე შემომხედე, ჩემს ვიზუალს შეხედე და მე აი ამ სამს რომელნებიცამიერ გადახედე. ჩემი რჩეული როგორ შეიძლება რომ რომელიმე იყოს, გადააქვს? და არცაც არ გამოარჩევდით, აი რომელიმე უფრო განსაკუთრებით რომელზე ფიქრობთ? ანუ ქერები რო შტერები იყვნენ, ვიცოდი, მაგრამ აი ამ დონის თუ იყვნენ, არ ვიცოდი ნაბედ რა. კარგი საყარო ვერ რა ვიცი, იმიტომ რომ არც ერთი არაა ძალიან ჩემი რა. ბავშვის სახელი თუ მეიფიქრეთ, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? აუ არა, არ მომიფიქრებია, რავია, ძალიან მეზარება ზოგადად ყველაფერი და იცი რა მაინტერესებს, კითხვა მაქვს რა. დიახ. ანუ ეს ორსულობა უეჭველი 9 თვიანია? ანუ 9 თვე უნდა გამწდეს უეჭველი? იმიტომ რომ ძალიან ხო არ მეზარება. გასაგებია და მიზეზობთ, როგორი ორსულობა გაქვთ, აი რაღაცა განსაკუთრებული თუ გინდებათ ხოლმე? არა, არ მიზეზობ, არასოდეს ლამაზო. აი ერთად რა მჭირს ხა? აი ხა იკითხა რომ დამისვი რაღაცა რა ჯონჯოლი. ჯონჯოლი რატომ მომინდა? ჯონჯოლი მომდა. სადაური არის ჯონჯოლი? იმერული არის თუ არა? ვინ არის ბავშვის მამა? ესე იგი ვინ გამევიდა აქ? ბავში ვინ არის?
ბოუში, თითოან ბოუშზე ვამბობ. თითოან რა არის, ამ ბოუში რა არის? შუა ძალიან გთხოვ ხა წადი საფრიფარეშოში 1-4 საათი იტირე ამ ვიზუალის გამო და მერე გამოდო. აურა მე გაშო. მომისმინე. ამასთან სახის ურთიერთობა გქონდა საერთოდ? აი ამასთან. აუ შენ მაინც რა გჭირ ჩემ თავს გაფიცებ რა ურთიერთობა უნდა მქონოდა გოგო აი ამასთან გეხვეწები რა. ხო არ გადა ერთადერთი უბრალოდ პროსტა ბავშვია ახალგაზრდა მართლა გული მიკვდება რომ აი ესეთია როგორიც აი ეს დატანჯა ცხოვრებამ და მინდა და რომ რაღაცნაირად აი ხელი შემეწყო რა იქნებ სწავლაში რაღაცა განვითარებაში იმიტომ რომ ბავშვი მეცადება პროსტა რომ უხურებ რა ხო და რა ვიგე ხარ ერთადერთი კაფეში ვიყავით პროსტა და ყავა დავლიეთ მორჩა ესე იგი არ ყოფილა მეტი არაფერი იქანა კაფეში რო ვიჯექით დონატი რომ მამაწოდე ხელი ხელზე არ მიედვა ასე იყო არის მაგი არაფერი არის არაფერი გამოდის მაგ მომისმინე შვილო ჯერ ერთი ძალიან კარგად ხვდები რომ სოფლის ტალახის ჩამობერტყვა გინდა მაგრამ რავი და მერე კიდე ხელზე ხელის მიდობით რომ ვრალდებოდეს ზოგადად ერი ხო 35 მილიონი მიქნებოდის და არა 3 მილიონი აუ გთხოვ კიდე წადი და იტირე მეთქი ეხა უღოდ 9 საათი მეგობრებო გიბრუნდებით როგორც ვიცი ამ პროექტს ყავს სპონსორი გთხოვთ მობრძანდით და გაგვაცნოთ სპონსორი. გამარჯობა. დიახ. მე ვარ მაშკა, MC Development-ის გაყიდვების მენეჯერი და მოკლედ პროექტის გამარჯვებულისთვის გვაქვს სიურპრიზი და პროექტის გამარჯვებულს საჩუქრად გადავსებთ ბინას ვაკეში. ვინა ვაკეში და გადმამხედე რა იქნება და გამომარჯვებული აი შვილო წადი ხო რა იტირე რა რაღაცა ქენი რა როგორ დავიღალე იმენა რა მოდი რა გეხვეწები მალე დავასრულო და გამარკვიეთ რა ვინ არის ბავშვის მამა რა მაგრამ მოდი მაგრამ სანამ მაგ რაღაცა იმენა სერიოზულ თემაზე გადავალთ მოდი სამივეს გეტყვით რა მოკლედ ძალიან ნანო, ანუ რომ არა სიმთვრალე, არაფერი არ მოხდებოდა, არაფერი არ მექნებოდა ჩემს ცხოვრებაში არც ერთთან. იმიტომ რომ სამივე ძალიან არ მევასებით. აი, პროსტა არ მევასებით, კი არა, ძალიან არ მევასებით. განსაკუთრებით შენ, ლოყა. და დროა გავიგოთ თუ ვინ არის ბავშვის მამა. გთხოვთ. მე უნდა გავიგო? დიახ. ძალიან მევასებ ესეთი ცერემონია. ბიჯო. ამაზე წაიკითხე რა. ბიჯო. ვინ არის? ვიცნა. და გაიმარჯვა. გიორგი ტუღუშმაილა. Yes. რა yes, ბიჭო, რა yes. დამპალო შენ მოეტრევი სახში. რა გინდა, გოგო, ერთი წუთი, კაცო, ვიქტორინა არის და გავიმარჯვე, კაცო, ბავშვის მამა გავხდი მე, რა. რა ვიქტორინა, ბიჭო, რა ვიქტორინა? არ არის ეს შენ რო გქონია, გოგო, არა. რა მგონია, ბიჭო, რამე არ მგონია. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის დასკვნა, რამე არ მგონია. თაგო, ეს ის არ არის, რაც შენ გქონია. შორდე. გოგო, ერთი წუთი, ზავს შორდები. მოკლედ გილოცავ, ლოყა, გილოცავ, ჩემი შვილის მამა ხარ. ხო და ეხლა მოდი შენს უფლებებს აგეკითხავ, ოკეი? რა უფლებები გაქვს შენ ზოგადად რა? მოკლედ შენ გაქვს დუმილის უფლება, ბავშვის მოვლის უფლება, ასევე რასაც იტყვი ყველაფერი შენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, თეფშების დარეცხვის უფლება, საჭმლის კეთების უფლება და ეგ არის რა. ეხლა ნახვი და 9 თვეში მოვაკითხე ბავშვს, კაი? ოკეი? რა? კაი? აუ ღმერთო, მოდი ახლა გავალ და სუში ბარში დავჯდები და იქ მიპასუხე, კაი? წამო, რა შეკითხვას დაგისვამ თუ კაცრავა? გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.